სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა როგორც ხონებული ბებია ჩემი იტყოდა, რას მომსტერები ხარ შეჩემანალა? 27. აი, რა საკეთებ ნიკა? ვითვლი რამდენჯერ ჩამიული ცხვირწინ. საკუთარ სახში ლეპტოპი როგორ უნდა დაკარგო პროსტა? პროსტა, ხუჩაბადამდე მოიწმინე და გამოჩდება. აი, მე ხუჩაბაც რა ხდება ნიკოლოს? დედაჩემმა უნდა დარეკოს და Skype-ის ხმაზე მივაგნებ. აი, საერთოდ არ ნერვიულობ, ხო? აი მე რა გავაკეთე, მოვიყვანოთ ერთი ძაღლი, რომელიც ლეპტოპს ეძებს და გვიპოვისა. ხო. მაშინ დღეს საჭმელად გექნება ძვალი. რა გავაკეთო, დამეხმარე ნიკა. გეტყვი მაშინ. ნუ გზარის დაუძახოთ და უთხრათ რომ ხაჭაპური დავკარგეთ ლეპტოპთან ერთად და ერთ ამოსუნთქვაზე გვიპოვის. აი, ნუ გზარმა რომ გადამიტრიალოს მთელი სახლი ნამდვილად არ მაწყობს. შენ ჩემი იდეები არ მოგწევს, რომ მაშინ შენსაც უსმენთ რა. ო ძალიან თუ ცოტა ხმადაბლა რა. უყურე. ხმადაბლა? ძალიან ხმამაღლა მოვძებნი ახლა. აი ეგ როგორ არის ამიხსენი ძვირფასო? ვიკივლებ. ოიმე ადეგი ნიკა, ადეგი. გეუბნებოდი დავარქვათ მითი რამე სახელი. ეხლა ხო დაუძახებდი, თენგო გამოვიდა და გამოვიდოდა. საერთოდ მოეში და სხვა რამეზე იფიქრე რა. აი მე სხვა რამეზე როგორ ვიფიქრო ახლა? მე მაგალითად ჩვენი შეუღლებიდან რამდენი დრო გავიდა. 2 წელი გავიდა ნიკა და ლეპტოპი რაც დავკარგეთ 3 საათი. ადეგი ძალიან გტოვიყა მომოძებნინა ნიკა. აბრაზე ფუკო იცოდე. ნიკა, იცი, დედაჩემმა $200 უნდა დაგირიცხოთო და საბანკო რეკვიზიტები უნდა გამომიგზავნოს და ლეპტოპი არ არის. გამორიცხვის მეთოდით ვიწყებთ მოძებნას. აბაზანაში ნახე? დიდი სასწრაფოდ ნახე თუ არა? ვნახე, ნიკა. აბა იმ უჯრაში ნახე? ვაი შენს პატრონს. ნიკა. გააღე კარი ახლა. ო, კაი რა. რა იყო? კარსაც ვეღარ აგნებ. მიდი. მობძანდით. ხო, იმეც ტრიჟინი. აი. ვა, სიცე გენცელო, გამარჯობა, შვილო, გამარჯობა. გაიცანი ჩემი მეუღლე საშა. აი, მე რამდენად უნდა გაგვაცნო, ვა. გაგაცანით უკვე, გაგაცანი. მაშინ მალხაზი ბატონო, მალხაზი შეობა, მალხაზი. შეობა ბატონო, მალხაზი, გოგოჩევიჩი. ბატონო მალხაზ. ლოგინი ხომ არ გაგიშალ? ლოგინი. დიახ. ლოგინი რა თქმა. რა ვიცი, ჩვენ ხომ გაგვეცანით და იქნებეთ ეს გაცნე. მობარაკარ. იუმორი, მოდი საშა, მოდი. დაჯექი საშა. მამა, სად იყავით? სად ვიყავით შვილო და დიმიტრის ბიჭის ქორწილის მეორე დღეს ვიყავით ნამცეცობაზე. რას ფული დადეთ, ეხლა ჭამას მიდგინდათ ამოიღოთ. ძველი ფულია, ჩუკა ერთი კვირა რომ ვიაროთ, ვერ ამოვიღებ და რა ხა? ნახოთ ამ შაბათს რა სიზავერე. რა ხდება? შაბათ რა ხდება? მე და ლიკუნამ გადავწყვიტეთ ქორწილი გადავიღადოთ ასე სპონტანურად. ხო. მამა, რა ხდება შენსკენ როგორ ხარ? რა ვიცი რა ხდება, დავდივართ ასე ხან ქორწილებში, ხან დავადების დღეებზე, ხან ზღვაზე. ქვე რა შვებით სიძე ბატონო? რა ვიცი. რა ვიცი, ჩვენც დავდივართ, ლეპტოპს ვეძებთ ხან-სად. ხან საათ, ხო? სიძე ბატონო. დიახ ბატონო. კითხვა მაქვს შენთან. ბრძანეთ ბატონო. ისევ მარჯვენა გვერდზე წევხარ თუ შეიცვალე გვერდი? ხან ისე ჩემო ბატონო და ხან ასე. ასე უნდა. ახალგაზრდა კაცი ხარ შენ. ხო. უნდა იტრიალო, ენერგიულად, უნდა იტრიალო. ისე ხანდახან ეჩემი შვილიც რომ მიიწვინო გვერდზე, არ იქნება უვიდო. იქნება ერთი ბიჭი შეგეძინოთ და მაჩუკოთ ბიჭო შვილი. ისე თუ მართლა ბიჭი იქნა, ჩემს სახელს ხო დაარქმევთ?
კი, მადა, ტყუპები თუ შეგვეძინა, ხო, ორივეს მალხას დავარქვა. რა ხომ არაღა დამასალთა. მე ერთ საშა უნდა დავარქვა. ვაიმე, ჩემს საპატივცემო. არა, ჩივაძის, საშა ჩივაძის საპატივცემო. მოდი, გამართვი ეს აშუშუს $100. ჩადი მაღაზიაში და მოიტანე რაღაცა. შეგენაცვალე, მამაცე, კაცო მაცალე, მაღაზიაში მაგზავნიან, შეგენაცვალე, ვიძა ჩემო, ყველაფერო, შენ ხარ ჩემი ყველაფერი. აი, ხო, ჩუსტები გაიძრე ისე. იყოს კაცო, ფეხშენი ჩავალ, არ არის პრობლემა. აუ, სად წავიდა რა ეს ბიჭი რა? მაღაზიაში ჩავიდა თუ ჯარში წავიდა? ხოდე. სადა ხარ? სადარბაზოში? აქვე იყავი და ამოივლი? კაი, დე, კაი. დედა შენია, გამოვიდეს? ხო, აქვე ვიყავი და ამოგივლიო. ამას კიდე მომალავ საშა პატარა ამ ხელა კაც სად შემაძორე გამარები. კაი, მამა. დედა. ეს რა საზოგადოება ყოლია თურმე? ზედა გეთქვა დედუნა და წამოვიღებდი რამეს. მძიმეს. მოდი დე, მოდი. სად იყავი დე? სად ვიყავი და ლეილასთან. თავის ქმარს შეუსწროს საყვარელთა და ისეთი ამბავი ატეხილი გაგიშტები. რას ლაპარაკ? აბა, მერე ლეილა მიუვარდა იმ ბოზდა თხაილას. სახში და ამებით იკრა. ხო. კი, ეხლა თურმე ცილდებიან ერთმანეთს და იმ ბოზთან დევნელს ეს ბოზა თხაილა მოყავს ცოლად. აბა, იცი რა? რა? ამაზე მერე მოგიყვები და მერე ვილაპარაკოთ. რაღაცა უხერხულობაში არ ჩავაგდო ჩვენი საპატივცემულო სტუმრები. ისა, მალხაზიკო? ბატონო. შენი ცოლი რამდენი წლის არის? 27-ის. რა არის რო? არა, არაფერი ზე რაღაცის მოყოლა მინდოდა და თან უწმაწური სიტყვები მინდოდა მეხმარა და ვიკითხე სრულწლოვანი ხვამეთქი. ყავს ხომ დალებთა? მე დავლებ, ოღონდ უშაქროს. მაშე? მეც უშაქროს დავლებ შულა, კი. დედა, შენ როგორი გინდა? ამას ბევრი შაქარი შევუყარე. იგივე დაუტკბეს ეს ლამაზიენა. ლიკუნა? ხო, დედა. ის ნიკა სად არის? რა ვიცი, მარკეტში ჩავიდა, მამა ჩემ $100 აჩუქა და ჯერ აღარ გამოჩენილა. ისე დღეს ყველას ფულს ჩუქნის, ნიკას $100 აჩუქა, მეც დილით $100 დამახვედრა. ეთყობა დაბერდა და აღარ შეუძლია. ადრე მახსოვს მხოლოდ 50 აშშს იხდიდა. რა გეშენგენს? ალექსანდრა. საშა. საშა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ეს ბებერი ხრონცი მომაცილე და ჩემი მოსავლელი აღარ არის. ახლა მე ამის მოვლის თავი მაქვს. ნიკით მივლის. ღმერთს მადლობა უნდა უთხრა ამისთვის ჩემო კარგო. დამაბსდა შენი სახელი? ალექსანდრა. საშა. საშა. ლიკუნა. ხო, მამა. მამა, რამე აზიური მუსიკა ჩამიეთე რა. აზიური მუსიკა რა თქინდა, მამა? რა თქინდა და. მოდი. მოდი შვილო გადამიღე, მოდი. მოდი. იქ დადექი. მოდი შენ აქ. მოდი. მოდი შენს, მოდი. მოდი, კარგი. შემხედე. ამ გამარ ახლა მე სტამბულის ფაშას. იპლო, ოჩენ იმეც ტრიზინი. კარგია ხო? მესამესაც აპირებ, ხო? გენაცვალე. მაგაზე გიძები შენზე. ნიკა. $100 ესეთი ცოტა რამე როგორ იყიდე? როგორ გადამაყოლეს ღმერთო, რაც მომივიდა ის ვიყიდე და დანარჩენი ავიღე მომსახურების დედა. არ არის რა გინდათ რა. ოჰო, ძალიან გაგიძვირებია შენ სერვისი. ასე შეკვეთებს დაკარგავ. რაღაცა
წაყავა ხო? არ მოგწონს? ჰა? წარე ანუ? არ სვათ თქვენ მაგ-ყავას სწორად და იმიტომ ამწარე. მე როგორ უნდა დავლიო სწორად რა საინტერესოა. აი იცით რა, უნდა ეცადოთ რომ თვითონ ყავას არ მოხდეს ენა და მე წამოვა დაშაქრული სითხე რა, პირდაპირ. აი მე ნიკა გინეძელი შინიძი როგორ რაკრაკით მიფრენავს ხოლმე ყავა სიფათში. სპორტშურის არც ისე ტყბილია რო იცოდე. არა, გიშდები რა. აი აქ როგორ მოეტრა ის თავხედი რომ ნერვები მეშლება დავკოჭმინდა რა. ვიზი ამბობთ ჩემო მეორე დედა? ვიზე ვამბობდა იმ ბოზათხაილაზე და იმ ბოსთან დევნელზე სხვათა შორის რა. მესამე დედაზე ეს დიახ. გასაგებია. მესამე დედაზე შენ შემოგევლოს შენი მეორე დედა. აი მე რო იცოდე რეები ლაპარაკა თქვენზე, აი ყურონუ გაიგონე. ვინი ლაპარაკა ყურონუ გაიგონე. რა ლაპარაკა? ვინი ლაპარაკა? არა ახლა ამას ვერ ვიცი. ნიკა, ბატონო, მოყევი. და $100 მოგცემ. ვაიმე. ეგ გათა. არა დედა. მოიცადე ერთი წამი. აი გეხვეწები რაღაცებს მაიმუნებს საერთოდ არ უხსენები ხარ. მართლა? ხო და დედა, შენ მამაჩემი კიდე გიყვარს თუ რა დღეში ხარ? მე რა ზაფოდავ ერთი ძალიან მაინტერესებს რა მიყვარს არა ის. შენ რა გონია რა ქვია იმას? იმას რა. საშა. ვაჟა თუ საშა თუ რაღაცა შეგონია იმას უყვარს? აბა გეგონოს. მამა შენი სიმდიდრის გულისთვის არის იქ რო ჩერდება. ხო ძალიან მალე გამოცინცლავს ყველაფერს დიახ. ნოლზე დატოვებს და რომ მოგადგებათ. აი ეს მამა შენი საყვარელი მამიკო ტრუსიკის ამარა კარებთან მერე გაიხსენებ ჩემს სიტყვებს. ვაიმე რა. აი ნატრულობ რომ ზამთარი არ იყოს თორე ტრუსიკის ამარა ხო გაეყინება კერა და გაიყინება კაცი. და ის მოტეხილი ფული შეინახე უკან არ მოგთხოვოს. ხო, აი ეს გამაგებინეთ, რა გიჩემნიათ. ახლა ბევრი ფული კონდეს კაცთან ნერვებს გიშლდეს თუ ჩიმნერი, ძაკვანელი, ბულკი, აი მითხარით რა. მე შენ გინაცვალე, შენი მეორე დედიკო. მე შენ ბულკს ვერ დაგიძახებ, აი ვერ შეგატარებ არ. აბა, შენ ჩემთვის მეც ისეთი ესეთი აი ხორცით გატენილი პატარა მსუქნა ღვეზელი ხარ. შენზე ანათქვი ამ ჩემს ღვეზლებსო. აბა ჭიავ მაპოვნინე მე შენ დედას გაპოვნინებ. ჭიავ მაპოვნინე მე შენ დედას გაპოვნინებ. შენი დედა და შენი ჭია გამაგებინე რა. სად შეიძლება წასულიყო ლეპტოპი სულ 3 ოთახი გვაქვს. 10 რო კონდეს გასაგებია. და 3 ოთახი რომ გვაქვს მაგიტოვე რო პოვლობ ზუსტად რა. აი 10 ოთახი რომ გქონდეს, ყველაფერი მექნებოდა ჩაციკციკებული. 10 ოთახი მოუნდა. არა მართალი ხარ. 10 ოთახი რომ მქონდეს, ჩამობრძანდებოდნენ შენი ნათესავები. ერთ ოთახში დაალაგებდნენ ქვილს, მეორეში დაალაგებდნენ ხაჭოს, მესამეში, რა ვიცი, სიმიც, მეოთხეში ქათამს, მეხუთეში საერთოდ ცოცხალ ქათმებს გაუშვებდნენ. ცოცხალს დიდი ფასი აქვს, ხო იცი? მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვეშველებოდა. ალო. უჩა როგორ ახარ? უჩა. შენი ბოთე მანუჩარიც აქ არის? ძალიან კარგი რო ჩამოხვედით. ხო და ამოდით ეხლა ჩემთან. არა კაცო, რა ვახშამი. ლეპტოპი დავკარგეთ, ლეპტოპი და მოგვეხმარებით. ხო, კარგი ვხუმრობ. გადავიცმებ და წამოვალ. კარგი. ეს მინდოდა ეხლა. ვინ იყო? ჩემი დეიდაშვილები კაცო ჩამოსულან თბილისში და რესტორანში მეპატიჟებიან რა. დედა, მე არ გინდა წასვლა. საერთოდ არ მინდა ეხლა რა დროს რესტორანია. აი მე როგორ არ გინდა ეხლა შენ რესტორანში წასვლა. კარგი რა, მართლა არ მინდა ეხლა რა პონტია რესტორანში წასვლა. მე რესტორანში ვიქეიფო და შენ სახში ლეპტოპი მოძებ. ნუ, კარგი რა. ხო, აბა მე ვერ უთხარი უარი. კარგი, ეწყინება დიდი ხანია არ მინახავს. მე სხვათა შორის ლეპტოპიც დიდი ხანია არ გვინახავს. ხო და მოდი იცი როგორ ხნათ? როგორ? შენ დარჩი სახში, გავნაწილდეთ რა, მოძებნი აქ. ეს ლეპტოპი მეწავალ რესტორანში და იქ მოვძებნი ამ ჩვენ ლეპტოპს რა. კაი რა, ნიკა რა, უნდა დალიო, იცი და გავგიჟდები. კარგი რა, უნდა დავლიოთ, სულ 10 ჭიქა დავლიოთ და დავიშალოთ რა ადამიანია. აუ, მაგან 10-ის მერე თულა არ იცის და აბა რას გეტყოდა ეხა სხვას? არ დალიო, თორე გავგიჟდები. კარგი, საიდან მოიტანე ეს დალევა? აი საერთოდ შენ ახსენებ ხოლმე დალევას და მე მეც მინდება ეს სმა. კარგი რა.
ვაიმე ნიკა იცოდე რომ დათვრები ხო ეგ თავი არ ჩაყო იმ წვნიანში გაიგე? იმიტომ რომ კვდები და ვეღარ ვაშორებ ამ ლაქებს რა. აი გემოდარე. თუ მაინც და მაინც პურზე დადე ეგ თავიან ღომზე. კარგი მოვემზადები წავალ და უცებ დავბრუნდები რა. ო და იმედია იმდეს არ დალევ რომ შევდეიდაშურებს გაყვე გორში. Jungle Fever მოცულობის დის შამპუნი. ჩემს ბისკვიტს ხო რა უყო ესა? ნერფი. გოგოებო, რომელამდე მუშაობთ? რა ვიცი რა, სანამ ბოლო ჩაწერილი კლიენტი არ წავა აქედან. ისე შეკვეთები გვიანობამდე არის ხოლმე. გვიანობამდე, ანუ შეიძლება 11-მდეც ვიყო, კი. მაგ JF-ში სიტყვა გვიან არ არსებობს. საცოდაო ჩემო ქმარო. ბატონო? არაფერი. კაი, მოკლედ რა. ხო. აი აქ უნდა ჩაწერო გაყიდული საქონლის რაოდენობა და არ არის რა. რთული, ძალიან მარტივია. გინდა მოგიყვე? ადრე მევწერდი ხოლმე და რა დამმართა ერთხელიც 10,000 ლარის საქონელი ისე გავატანე ვიღაცას დამავისდა ჩაწერა. აუ შოთამ? შოთიკო. ხო, შოთიკო. ისე დღეში ჩამაგდა, კინაღამ ფეხებით დამკიდა. აუ აი არ დამოვიწყდა. მარა ზიზამდა. ის ეგ სხვათა შორის შენ ერთხელ კი არა ბევრჯერ მოგივიდა. და იმიტომ არის ეს კომპანია ორჯერ პატარა ვიდრე უნდა იყოს. და მაშინ რატომ არ მაქვეითებთ? აი მე ყურადღებით იყავი რა, თორემ შეიძლება აქ დარაჯად დაიწყო მუშაობა. რა უნდა გავიქცე ამ ქვეყნიდან? ევროპა მეძახის. აი მე რატომ ევროპა რა, აქ ვერ გაშალე წარმატების ფრთები და იქ უნდა ჩამოხვიდე? ხო, აი უშენოდ ვერ გავძლებ. აი მე თავსაც შენთან უნდა ვიყო ახლოს. კარგი გოგოებო, მოკლედ, მე ვიღებ კლიენტებს აქ, ხო? ხო, მოკლედ. ესე იგი ყველა კლიენტს უნდა გაუღიმო. ეს არის დაუწერელი კანონი. დაუწერელი? ხო, დაუწერელი კანონი. გასაგებია. ესე იგი ეგ იმიტომ არ ვიცი მე რომ ჯერ აქამდე არ წამიკითხავს. ესე იგი არ ვიცი. აუ, მოკლედ რა, ყველა კლიენტს უნდა გაუღიმო. ის უნდა მიხვდეს რომ არის რაღაც სასიამოვნო გარემოში. რა თქმა უნდა. გასაგებია. როგორც კი შემოვა ეს კლიენტი, ეგრევე უნდა შესთავაზო ყავა, ჩაი, ნუ შაქრით თუ უშაქროთ. კიდე შეგიძლია ხილი შესთავაზო, სალათები შესთავაზო. სალათები, ნელიკო, სალათ არა, ხაში კიდე პახმელიაზე. ხო არა, თევზი და ლუდიც მიაყოლი არ დაგავიწყდეს. აი, მოკლედ ყველაფერს წერაკ, ხო? კი, არა. შენი რესტორანია რა. მაგარია ძმაო რა. გონი გავიჭირე შკაფში. გამარჯობათ რას მიირთვეთ? დედი ჩემისას. რა უნდა მივიღო, რასაც მომიტან იმას. ხო და ეგ კითხა რას მიირთმევ? რა ისევ კითხა რომ. ბიჭო, თქვენ რესტორანში ცოტა ჯანიანი მიმტანი არა ხავთ? ჩვენ ისე ხშია ხა იმდენ რამე უნდა ვჭამოთ რა ბაშენა როგორ მოვიტან ძმაო, რავი რაღაცა სირისტიანი ჩახარ შენა. მეც თქვენ შეუკვეთეთ ბატონო და მოვიტან მე. რა სინერვით? ვირის ტოფიხსა, რას ვიდეო? რა მაგრა უთხარი. მოკლედ ჩემო ძირფას რომ 3 შამპური მწვადი თუ შეიძლება. ებე. მოიცადე ბიჭო, რა 3 შამპური. 3 შამპური მწვადი, მე არ მეყოფა მარტო და შენა მოგიყვე მე როგორი იყო თუ რა დავაკეთო ეს. მე დიდარ ნახე ფანჯრა ჩაიწერე ბიჭო. 1 მწვადი. 3 ოსტრი. და თევზი გავთქვენა. კი, რომელი თევზი გნებავთ? ოქროს ისე ჩემის კინიკოზა. რომელი მენდოვება ხა ყველაზე გემრიელი მომართვი დროზე არის რა. კარგი. მე მგონი კარტოფილიც რო შევუკვეთოთ არ იქნება ორი. ოიცა ბიჭო, რა კარტოფილი, მაგ კარტოფილმა სახში გამაზრო სული 3 დღე არის, კუჩი ვარ შეკრული და აქაც კარტოფილი უნდა ჩამოკაცო. მოიცა უხერხულია. ო, წარმოშვალე შენ საბეჯო რაღაცასა ცოტა. ხალი გვაქვს გემრიელი და იმას მოგიტანთ. რა ხალი ბიჭო, ძროხა ხო არა ვარ, ბალახი მძურო კაც. ხორცი მომიტანე ბიჭო, ხორცი. მაშინ ჩაკაფულს გაგიკეთებთ ბატკნის ხორცით. და ჯიგარს მოგიტანთ კეთზე. ო, ისა ჯეცა მომისმინა შენა რა მაინტერესებს უხმარეთი წილებით თუ გყავთ თქვენ. ვერ გავიგე რამ. ანუ რა ვერ გაიგე ბიჭო, შენა თუ ავყოფი ხარ და ყურებში ბამბები გაარწადი ერთიმთან და იმ კურნალე რომ დაბოჟიალო ფაკა. უხმარი დაუპეპლავ წილებით თუ გავართვეთ კი მაინტერესებს. არ ვიცი ვერ მოგატყუებთ. მაშინა ჯიგარო, კარგად ნახმარი დედალი მოგვიხარ შემრგულათა, გაიგე? ვაიმე დედა. და ინახე რა ჩავტოყეთ მაგარი ხარ შენც რა ჩემი არის. ხო და მე რა ყურადღებით იყავი რო შევთრებით
ცხელი ხინკალიც მოგვაყარეა, გაიგე? აი, ხინკალი ნამდვილად ხარ. ხინკალი? კარგით, მაგრამ მე როგორ გავიგო თქვენ როდის დათვრებით? ეს არის. კიჟი არის შემალალაა, ბიჭო. მე რო თვრები შემიძლაგებულობს კრასუდარის ჩემს თვალესა და შენ გაგაგებინებ ახლა გონია. ამარას. კარგი და ლიმონადს დალებთ ალბათ. ლიმონათი ბიჭო, ბაღი კი არ მაქვს დამთავრებული. არაყი მომიტანე, არა. კაი. კარგი, გავალ მაშინ და შეკვეთას მივცემ. კი, მიბრძანით. შენა, მომისმინე ხა, ცალი ფეხი ითი და სალი აკეთა. აბა, დროზე გუხნაში. რანაირი ხალხი ხარ? გადაღრია ბიჭო რა. აუ მარჯოს ამაო, გაუმარჯოს. ეთი რა მითხარი. ალბათ თბილისში საქმეზე ჩამოხვედით თუ ხო, აბა, საჭმელად ხوار ჩამოვიდოეთ ამ ხელა ხალხი. ბიჭო, ტრაქტორი მინდა ვიყიდოთ რა. აჰა. ცოტა ცივილიზაცია მინდა შევიტანოთ სოფლის ცხოვრებაში რა. თორე ჩამორჩებით ძალიანა რა. შენაძმაო არ მომდერიდოს თუ დარჩიდა ტრაქტორი, დამირეკე შენთან ვარ, ჩემი ტრაქტორიანათა ძმა. რა ვიცი, მე რაშინა დამჭიდეს ახლა ტრაქტორი. ებე! არა კაცო, როგორ სიტყვით, არა. ამასა ბიჭო, რა გონია, იცი? რაღაცა გაფარჩაკებულ ტრაქტორს ხიდუდობ ჩვენა. იცი ძმაო, რა მაგარი ტრაქტორი არის? ნახდი იაპონური ლუჯი ბერლამოტი, ძმაო, არ შეგარწყვეს არსადა რა. მიდი, მოდი. ერთეულები დადი საქართველოში. აჰა, ერთეულები. ოფიციალ. მოდიათ, რომ დათანაო ფაქტეთ კითხა, ჩარჭობილი სარივით. მოიტანე ბიჭო, რა მე მისაყოლებელი, თორე შენ მიდაყოლებ ამ არახსა. გავალ მე და ვიკითხავ მაშინ. იკითხავს. ათანე მაცმეტავდი თუ რას აკეთებ. სასამყიდებს ესა ბიჭო რეუბნები რა. კანები კაცო, გამზადება და მოიტანს, ხო არ შეჭამს ახლა. ბიჭო, შეჭამს და შევჭამს ცოცხლად, რა ირე შენა. ნიკო, მე ხო იცი დანდობა არ ვიცი ძმაო. ვიცი, როგორ არ ვიცი. ბიჭო, სამსახურზე რა შვები შენ მუშაობს ადვე? კაი რა, სად არის სამსახური და კაი ცხოვრება. ჩამოდი ჩემთან აგორში და მე დაგასაქმებ ძმაო. ეს თუ შეჭპილდა რა საქმეს. დაგაჭერინებ ხელში ოროყიან თოხს და გაგიყენებ ყანის გზასა დიდი ნაბიჯებით რა. ჰა. რა ვაკეთო? რა ვიცი, მე მგონი რომ ოროყიან თოხს ვერ შევძლებ მე. მაშინა იჩაიცუ ჩემ ხორცში რაც გეცვა. და საფრთხმელად დაგაყენებ ყანაში და რა უცხარი ბიჭო ეგა? ორას გავხარ გოგასიელი ხარ შეჩემისა შენა რა. ოფიციალ! მოუმატე ცოტა პარსა ბიჭო. რა იყო ვეღარ გავიდე კაცო, ჰა? ის ნახნა თქვენ ახლა ამ რესტორნის დაკავშირება შემაწოდეთ ერთგვარ. აბა ჩემი ალიკაი ხო ვიცი შენ. რა შქია ვიცი კაცო, როგორ. უშინწინა ჩამოვარდა ხიდანან და ხელი მოიტეხა ორგანა ბიჭო. რა კაცო, 85 წლის კაც ხეზე რა უნდოდა? ჯანდაბაე ბიჭო, რა უნდოდა? რომ მოვდივარ ხომ სახში მთვრალი, ეს ადგება ხეზე ადის მე ორი დავიზინებო და ეთქობა ნაწვიმარზე მოასურა და დაიკლო დედამიწა კიდევაც. რაი ოფიციალ. მოდიათ. აჰა, შანალ და წავიღე მზარეულს. აქვს მზარეულს ჩანგალი. ხო და თუ არ ბიჭო მზარეულსა ჩანდალი ჩაჭო სიმხორცა იქნება და მოხარშული არის. თავის ბარდას ხარშავს თუ რა არის ერთ ჩემისა ენა. ვინ არის ეს? ამენც. აბა, გამიმარჯოს. ჩვენ ჩამოსვლას. ოფიციალ. მოდი ჩემთან. ისმით. ბიჭო, შენა და მაგიდის შორის რა სიშკარი გადაადგილდები? არ ვიცი, არ გამიზომავს. მერე დაიდგი შეჩემისას მიდომეტრი ნული არ დაიხტო სამ. ბიჭო, ნიკა. ოგენაც. გასო ჩვენი ბავშვობაა ბიჭო რა. ბავშვობა, როგორ არ მახსოვს. ის თუ გახსოვს ბიჭო. დარიკო ბაბუსა ტუალეტში ბომბაჩკები რო შეუღალეთ, გახსოვს ეგა? და იმის მერე დიანათ მოტყდა ხალი რა. რა მაგარი. ბიჭო, ის თუ გახსოვს თქვენა ბუთი რო აქონდა ხოლმე და ბაღაკებს რო ბერავდი და მე იმით თამაშობდით რა. კი, კაცო.
გაიგი იყო, მაგრამ ხშირად უნდა დაბერვა ამ შობერს ძაღლს და არა აპარებდა ჰაერსა და აი მე დედა. რა ხშირის ბიჭო, რა გატირებს შენ? უჩა. ლუბა ბაბა გამახსენდა მანუჩა, ლუბა. რა ლუბა ბაბა გაახსენდა ბიჭო, ქალიზე მოყდა ბაბა ჩვენს არ ახსოვს. ხო და მაშინ დავტირი ვარ მეც არ ადრე იყო ლუბა მოსასვლა, ადრე. ასე დავჩეროშოთ, ასე. მოდი ლუბა ბაბა. ლუბა ბაბოს. უკაცრავად. ნუ ხმაურობთ რა თორე დაცვის გამოძახება მომიწევს. მოდი შენ ახლა. გისმენთ. ლუბა ბაბოს სადგერძელო ხო არ დანილევია და უნდა დალივო ეხლა. არ დავლევ, არ შეიძლება. რა შეიძლება ბიჭო? დალევ ჯეუბნევი ეხლა. მუშაობ და არ შეიძლება ვერ დავლევ. არ დალევ და შენ სომისას დავლეთ ამ სუფრაზე ახლავე რა. რაშია ბიჭო საქმე? მოვიდა მშვიდობის მაძიებელი. დალი ერთი ლუბა ბაბოს სომის სადგერძელო. სამსახურშია ვარ და არავსავ დაწყნარდ თუ შეიძლება. დავწყნარდე რა არის, ვერ გავიდი აქ. წარასავსა თუ ვალერიან ესვეთებ. ვინა ხარ ვარ? დაცვა ვარ, დაცვა. მე რა ხში შენ დასასავშე ჩემისა. რა მითხარი ბიჭო? რაც გითხარი. მოდი აბა მოდი. ემუდარებით რა ფეხში მე თამყავს მეზობ. შენ ახლა დღეს სამერს თავი დაანებ ხაზე უნდა დავიწყო. რა მოდი გარი? თუ არა დავანტარი ეხლა. ბიჭო, ერთი წამი, კაცო. ლოთი. რა არის ეს ნიკა იჩხუბე? ჩქუდინის დეფილეზე ვიყავით. ტენდენცია ასეთი. იმე სულ რატო უნდა იჩხუბობდე? ამიხსენი, აღარ შემიძლია, მომეცეს. არ მიჩხუბე, ვაშველებდი. ხო, აშველებდი და შემოხეული გაქვს ყველაფერი ტანზე. ჩემი შემოიხიე. შენით? რა მოხდა? მითხარი, რა? რატო შემოიხიე? სანვეთრად რო ყოფილიყავით შემოხეული. იმე რა მოხდა? მითხარი, ამიხსენი, რა მოხდა? რა მოხდა? გადახვდაზე, არ გადახვდაზე. და ამის გამო იჩხუბეთ? აი მე ვის ეჩხუბე? გამაგებია რა? ვის? დაცვას. დაცვას რა უნდა? დაცვას რა უნდა? მე დავდივარ დაცვის და მე დაცვა მე უნდა გადავიღო. ვინ უნდა გადაიხადეს? მე აკავა შენ უნდა გადაიხადო. გაახანი ამ დაცვა. ყარი კვილებში არ უნდა მეკრა? უნდა მეკრა. ამიტომაც ვიჩხუბე დაცვის ამბავი. ვი რას ბჟუტურებ რას? მე კიდე აქ ვეძებ მთელი დღე ამ ლეპტოპს და ვერ ვიპოვე. ლეპტოპზე გამახსენდა, ვერ იპოვე. ვერა, სამაგეროთ იმდენი ნივთი ვიპოვე დაკარგული. ნიკა, ფული ვინ გადაიხადა? ფული გადაიხადა სინემა ქმარმა. შენ საიდან გადაიხადე ფული? მე თქვენი ქმარი ვარ. დიდი პატრიოტიზმის. მე ნუ მაიმუნობ, ნუ. ეხა მაიმუნობ. საიდან გქონდა ფული, მითხარი? მე რა ფული ვის ლომბარდი. რა? რა ლომბარდი, ნიკა? რა ლომბარდი? რა? ლომბარდი, დავით ეთყობა, დავით ლომბარდი. ესე იგი შენ ლეპტოპი დაალომბარდე და მე მთელი დღე აქ შტერივით ვეძებ, ხო? იცოდე, ხმა არ გამცე, არასოდეს, გაიგე? არასოდეს არ გამცე, ხო, და ძალეთ კაი ხო რა. აჯიდე, საერთოდ. დედა ჩემი გამომიდა, დედა ჩემი გადაიხადა. ადი შენი დედა. რატგი? რაც გაიგე? გადაგებია.